თბილისში სიმსივნის კვლევის ცენტრი გაიხსნა, სადაც პოსტსაბჭოთა სივრცეში უნიკალური მარტინ აბელოფის ლაბორატორია ფუნქციონირებს. დაწესებულება 3 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს ჩაუტარებენ ქიმიო და ჰორმონოთერაპიას, ასევე ინდივიდუალურად გააკეთებენ სამედიცინო კვლევას და ეგრეთ წოდებულ ციტოტოქსიკოლოგიურ ტესტებს. ახალი მიდგომებით ქიმიოთერაპევტებთან ერთად მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგიც ერთვება. პრიორიტეტული მოცემული კლინიკისათვის არის ის, რომ აღნიშნულ კლინიკაში ტარდება ეგრეთ წოდებული ქიმიოსენსიტიური ტესტირება, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სიმსივნურ უჯრედზე ქიმიომედიკამენტის მგრძნობელობის განსაზღვრას. რეფორმამ შედეგად მოიტანა ის ფაქტი, რომ კერძო ინვესტიციებით ის რასაც სახელმწიფო ვერ შეძლებდა, კერძო ინვესტიციებით დღეს ხდება შესაძლებელი. ჩვენი ამოცანა არის უზრუნველყოთ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის და სწორედ იმიტომ ვაკეთებთ დაზღვევის პროგრამებს და იმიტომ გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება ამაზე გადატანილი, რომ აი ასეთი შესანიშნავი ცენტრები ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის.